დიღმის მასივში მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი გაიხსნა. ეკლესია ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა აკურთხა. თანამსახურებდნენ ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გაბრიელ გიგაური და სხვა სასულიერო პირები. კურთხევის დასრულების შემდეგ მღვდელმთავარმა ტაძარში პირველი წირვა აღავლინა. მრევლი დალოცა და მათ ქადაგებით მიმართა. ყველას გილოცავთ ამ უდიდეს სიხარულს, ახალი ტაძრის კურთხევას, როგორც ვითის ეს ტაძარი მთავარანგელოზების სახელობისაა და იმ მთავარანგელოზების, რომელთა სახელზეც არის აშენებული ეს ტაძარი, ის ერთგულება მისცეს თითოეულ ქართველს ღმერთმა. ღმერთის ერთგულები ვყოფილიყავით, საქართველოს ერთგულები ვყოფილიყავით, ჩვენი ეკლესიის ერთგულები ვყოფილიყავით, ჩვენი პატრიარქის ერთგულები ვყოფილიყავით და ერთმანეთის ერთგულები ვყოფილიყავით. გაიხარეთ და ძალიან მიხარია, რომ აქ იმ მოღვაწეებს ორი ჩვენთვის საყვარელი ადამიანი ახალგაზრდები არიან, მაგრამ ახალგაზრდობიდან ეკლესიაში იყვნენ და ძალიან ბევრია გამოვლილი. შეჭირვებას უფალმა ისეინება, რომ ბევრ შეჭირვებაშიც მოხვდნენ, მაგრამ ღირსეულად გამოვიდნენ, არ უწუწუნეათ არასდროს და ღმერთს ვინც უყვარს, იმას განსასწრებლებსაც უგზავნეს ყოველთვის და მაგით აწრთობს ადამიანს. თვითონ უფალმა გვიჩვენა თავის ცხოვრებით, ხომ ხედავთ რა დაითმინა ჩვენთვის. ჯვარცმა დაითმინა, ჯვარცმამდე იყო გინება, ფურთხება, შეურაცხყოფა რა არ იყო, ხო? მისი მისამართით. ამიტომაც თუ ქრისტესნი ვართ, ჩვენც იგივე მოგველის თითოეულს სანამ გავივლით ჩვენ გოლგოთას და სანამ იმ უფალმა რა ჯვარის მოგვანიჭა, უნდა ვიტვირთოთ და თუ უფალთან ვიქნებით ძალიან მსუბუქი იქნება. იცით რომ თავიდან სანამ ადამიანს შექმნიდა, სამყაროს შექმნიდა, ანგელოზები უკვე იყვნენ უფალთან, ისაც უფლისკნილებებია და ყველაფერს უყურებდნენ, რას იქმოდა ღმერთი, რას აკეთებდა, როგორ იყო, ყველაფერს ხედავდნენ და ერთ-ერთს რომ უყურვა და ძალიან ჩახედული იყო, თავში აუვარდა კარგად ისით. რითაც დაამთავრა, ვერც სინანული მოასწრო ვერაფერი და არა მარტო თვითონ ჩავარდა ჯოჯოხეთის გეენიაში, არამედ გაიყოლია უმამრავი ანგელოზი. და თუ იყვნენ მანამდე ნათლის ანგელოზები და ყველა სახელი ბოლოვდებოდა ელით. მერე ის ელი, ანუ ღმერთის სახელი ჩამოაკლათ მათ და თუ იყო სატანაელი, გახდა სატანა და ასევე სხვა მისი დამქაში ვნელის ანგელოზები. ნათლის ანგელოზები იმით გამოირჩევიან, რომ რასაც აკურთხებს უფალი, აბსოლუტურად იმას აკეთებენ. მადლიერები არიან და რადგან ეხლა უფალმა ჩააბარა ეს ეკლესია, განსაკუთრებულ მფარველებად მოგევლენებიან თქვენ და თქვენ ოჯახებს. ბედნიერია თბილისი, ბედნიერია ჩვენი დედა ეკლესია და ბედნიერია ეს უბანი დიღომი, ასეთი კარგი ტაძარი რომ აშენდა. ეს უფლის ნება რომ იყო, იქიდან ჩანს რომ ძალიან იღწოდნენ. ეს მთავრობაშიც ეციან გაძნელდა ამ ტერიტორიის გადმოცემა, მაგრამ უფალმა ინება არ მოეშვნენ მამები მაგ იმას და გადმოეცა და კიდევაც ააშენეს ამ მოკლე პერიოდში. ყველა იმ ადამიანს დავლოცავ, სახელების გარეშე უფალმა ყველა სახელი იცის, 7 თაობის მაცხოვნებელია ტაძრის აშენება და ყველა შეუწიროს უფალმა, ყველა დალოცოს და ყოველთვის ღირსეულად ატაროს ამ ცხოვრებაში. გაიხარეთ, ღმერთმა დაგლოცოთ, არაფრის არ შეგეშინდეთ. იმასაც ძალიან ბევრს გვაგინებენ და თავი არასდროს არ უნდა ვიმართოთ, მაგის იცოდეთ, არ შეიძლება თავის მართლება, თავსის იმართლებს ვინც უფალთან ცოტათი დაშორებული, არ შეიძლება თავის მართლება. ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს, ცუდი საქმეები უნდა მოვიძულოთ, მაგრამ ადამიანები არ უნდა მოვიძულოთ. ღმერთი აერთიანებს, ეშმაკი ყოფს და საქმეები ჩანს, ვინ არის ერთობისკენ, ვინ გაყოფისკენ. ამიტომ არაფრის არ შეგეშინეთ. ეს პერიოდები ყოველი საუკუნის დასაწყისში ხშირი შეტევაა ხოლმე. ეს არ არის უშუალოდ მარტო პატრიარქზე და ვინმეზე შეტევა. მეცაც ეს არის საქართველოზე შეტევა. ძალიან ბევრს უნდა რომ ჩამოიშალოს საქართველო და
ეხლა თუ ნაწილ-ნაწილი ვარ დაშლილი და ცოტა ხნის წინ წაგვართვეს რაღაც ტერიტორიები წინა საუკუნეში. იგივე ჩვენმა მტერმა თავისთვისაც წაიღო მიწები და სხვა ჩვენ მეზობელ ქვეყნებსაც დაურიგა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ღმერთმა ჩვენი ისმინოს, ღმერთმა მოგცა, ღმერთმავე დაუშვა რომ წაიღოთ ჩვენგან. მათ რახად გამოგვიგზავნა, ხან ირანს გვიგზავნიდა, ხან თურქეთს, რავი, მონღოლები და ვინ აღარ შემოდიან, თუ სოფლიოში ვინმე დამპყრობელი იყო, ყველა შემოვიდა აქ. მაგრამ მაინც ვრჩებოდით ისე, როგორც ვართ. თავარია გაჭირვებაში, განსაცდელში გამოიწრთობა ადამიანი და იქ ჩანს, რამდენად ვართ ღმერთთან. ვინც ახლა ამ ამბების გამო ეკლესიიდან წავა, შეხედოს აბა ქრისტიანობასთან რა წილი ქონია ნაყარი. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და მერწმუნეთ. არასდროს არ გავაკეთებთ ისე, რომ ანაკ შეგარცხვინოთ და ან ღმერთთან შეგარცხვინოთ, ეგ კარგად იცოდეთ. ნებისმიერ მტერის დასახვედრად მზად ვართ ისე, რომ იცოდეთ, გაიხარეთ და არ შეგეშინდეთ არაფრის. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, მამებს დიდი სიყვარულით ულოცავ, აი წინამძღვარი, მამა გაბრიელი, მოძღვარი, მამა დავითი, ასევე და აი მართლაც კარგი ადამიანები არიან, დიდი ხანია ვისნობ. ეს არ არის მცირე ხანი და ჩვენზე უკეთესები არიან და ეკლესიაში ბევრი ყავს კარგი ადამიანები, ბედნიერები ხართ, რომ ესენი იმოღვაწევებენ თქვენთან. მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის მშენებლობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარისის ილია მეორის ლოცვა კურთხევით გასულ წელს დაიწყო. ტაძრის საძირკველი 2016 წლის 8 აპრილს წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა აკურთხა. მადლობა ყველას დღევანდელი დღისათვის და ამ დიდი სიხარულისათვის. მინდა მიულოცო დიღმის მოსახლეობას, რომ ღვთისმადლით კიდევ და კიდევ ერთი ტაძარი შეემატა ამ მასივს მთავარანგელოზთა სახელობის და უსურვებ ყველას ცხონებას და ღვთის გზაზე სიარულს. ეკლესია ერთნავიან ბაზილიკური ტიპის ტაძარს განეკუთვნება. ახლო მომავალში კი მისი მოხატვა იგეგმება. საჩხერისა და ჭიათურის ეპარქიაში მდებარე წმინდა ნინოს სახელობის საერხის სასულიერო სკოლა-პანსიონმა 5 წლის ანგარიში წარადგინა. ღონისძიება ობოლა ციმაგურიცის სახელობის კულტურის ცენტრში გაიმართა. საზეიმო საღამოს საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელი და მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი დაესწრნენ. ღონისძიებაზე მღვდელმთავრებთან ერთად სხვა სასულიერო პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მართლმადიდებლური სკოლა-პანსიონი წარმოადგენს შემოქმედებას, ჩვენი ბავშვების შემოქმედებას, ეს არის ქართული ხალხური ფოლკლორი, ეს არის გალობა და ეს არის რაც წლების მანძილზე დაგროვდა ეს შემოქმედებითი მიღწევები, ერთგვარი ანგარიშია, ერთგვარი წარდგენა სკოლის, მისი მოკლე ისტორია და მომავალი დღევანდელი მდგომარეობა და მომავალი გეგმები. დღევანდელი დღე მინდა მიულოცო საჩხერის მუნიციპალიტეტის საერხის სასულიერო სკოლას, სკოლა რომელიც არის მინდა თამამად აღნიშნო, რომ ერთ-ერთი წარმატებული იმ კუთხით, რომ არის საკმაოდ მოწესრიგებული. ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ქალბატონ ნარგის სკოლის ხელმძღვანელობას, საპატრიარქოს დიდი მადლობა იმისათვის, რომ გვერდში უდგას ჩვენ სასულიერო სკოლას. წმინდა ნინოს სახელობის საერხის სასულიერო სკოლა-პანსიონთან არსებული გალობელ მომღერალთა ფოლკლორული ანსამბლი მტევანი ღონისძიებაზე შეკრებილი საზოგადოების წინაშე შემოქმედებითი ნომრებით წარდგა. საანგარიშო საზეიმო კონცერტზე მოსწავლეებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ფოლკლორული ნომრები შეასრულეს. ღონისძიების მონაწილეებმა პატრიოტულ მოტივზე შექმნილი ლექსები წაიკითხეს და იგალობეს. დღევანდელი ეს კონცერტი ყველა ბავშვისათვის და განსაკუთრებით ჩემთვის ალბათ მნიშვნელოვანია, რადგან უფრო მეტი გამოცდილება მივიღეთ ამ კონცერტით და გავეცანით ხალხური სიმღერების მრავალფეროვნებას, ვისწავლეთ უფრო მეტი და ეს კონცერტი არის დღეს საანგარიშო კონცერტი, რომელსაც ჩვენ ვანახებთ მაყურებელს თუ მთელი ამ წლების მანძილზე რა ვიშრომეთ, რა გავაკეთეთ და რა ვისწავლეთ. ჩვენ სკოლაში 4 და-ძმანი დავდივართ და მოსვლის დღიდანვე გალობაზე შევედით და ვცდილობთ, რომ კარგად გალობოთ, კარგად ვსწავლოთ გალობასაც, კარგი მასწავლებელიც გვყავს.
წმინდა ნინოს სახელობის საერხის სასულიერო სკოლა-პანსიონი, რომელიც 2012 წელს გაიხსნა, 180 მოსწავლეს ითვლის. აღსაზრდელები სხვადასხვა საგანთან ერთად ფოლკლორსა და გალობას შეისწავლიან. დაწესებულების ადმინისტრაციის განცხადებით, მოზარდებში ქართული ხალხური სიმღერისადმი ინტერესი საკმაოდ მაღალია. როდესაც დავიწყეთ მუშაობა, მაშინვე დავისახეთ მიზანს, რომ ბავშვებს შეესწავლათ ხალხური ფოლკლორი და გალობა. და იმ დღიდანვე ეს პატარა ბავშვებმა დაიწყეს ეს მუშაობა ლოტბართან დავით აბრამიშვილთან და დღეს ვატარებთ ანგარიშო კონცერტს. ეძღვნება დღევანდელ დღეს. აი 5 წლის თავს ჩვენი მუშაობის დაწყებიდან. მიზანი ის არის, რომ არ დაიკარგოს ქართული გალობა, არ დაიკარგოს ქართული სიმღერა. ყველა ქართულ სიმღერას, რომელსაც თქვენ მოისმენთ, არის ძველი ჩანაწერები. აუცილებელია ბავშვების აღზრდა ამ კუთხით, რომ ტრადიციული შემსრულებლობა და ფოლკლორი განვითარდეს და დაუბრუნდეს სოფელს. მათი პირადი ინიციატივა იყო და არავის დავალება, რომ ეს სწავლება ყოფილიყო სკოლაში. ეს არის ძალიან დიდი მხარდაჭერა და თბილი გარემოა და თბილი დამოკიდებულება ამ საქმის მიმართ. წმინდა ნინოს სახელობის საერხის სასულიერო სკოლა-პანსიონის 5-წლიანი საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტ დანიელის ლოცვა კურთხევით გაიმართა. წელს საქართველოს ჩინეთის დიპლომატიურ ურთიერთობებს 25 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით წლის განმავლობაში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. პროგრამის დეტალებზე ორგანიზატორებმა ფონდ ქართული გალობის სათაო ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, 14 და 15 ივნის კონცერტები ჩინეთის დედაქალაქში გაიმართება. მსმენელის წინაშე პიანისტი და კომპოზიტორი გიორგი მიქაძე და ანსამბლი ბასიანი მეგა პროექტით ვუისა წარდგებიან. კონცერტში საქართველოს სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ რუსთავის მოცეკვავეთა დასიც მიიღებს მონაწილეობას. საღამოს პარალელურად საკონცერტო დარბაზის ფოიეში ქართული ღვინის დეგუსტაცია წარდგინება მოეწყობა. აქვე ქართული ტრადიციული სამოსის ფოტომასალა გამოიფინება. აქვს ესეთი ძალიან დიდი და ფაქიზი მცდელობა, რომ ქართული ფოლკლორისა და ჯაზის ჰარმონიზაცია მოხდეს. ჩვენ ფონდი ქართული გალობის დახმარებით ვცდილობთ, რომ ძალიან დიდმა მსმენელმა ნახოს ეს პროექტი, ეს იქნება ჩინეთში პირველი დებიუტი და ამის შემდეგ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ამბიცია, რომ გავიდეთ გრემამდე. ჩვენ გიორგი მიქაძესთან ერთად შარშან ნიუ-იორკში ჩავწერეთ, დავიწყეთ ახალი პროექტი, რომელსაც ქვია ვოისა. სიტუაციების ქართული ხალხური სიმღერების და თქოთ ჯაზის და სხვადასხვა ქვეყნების კულტურების ნაზავს, რომელიც არის ძალიან დიდი პროფესიონალიზმით გაკეთებული და ძალიან დიდი სიფრთხილით. ეს პროექტი გვინდა რომ ძალიან პოპულარული გავხადოთ, რაშიც გვეხმარება თავიდანვე, ჩვენი პეკინში გავგზავრებაც ფონდი ქართული გალობის მიერ ხდება. გაიმართება რამოდენიმე ღონისძიება, ერთ-ერთი მთავარი იქნება კონცერტი 14 ივნის, სადაც ანსამბლი რუსთავი, ანსამბლი ბასიანი და ამ შემთხვევაში პროექტი ვოისა ბასიანთან ერთად შეასრულებს ამ მეგა პროექტს, რომელიც ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკში ჩაიწერა. ძალიან მოხარული ვარ მე პირადად, რომ აი ეს პროექტი, რომელიც არის ქართული მუსიკის და თანამედროვე მუსიკალური ჟანრების შერწყმა, მოხდება ამის წარმოდგენა პირველად საკონცერტო სახით პეკინში. ლიტერატურულ ფესტივალ ავტორთა კითხვის დღეს წელს საქართველო მასპინძლობს. აღნიშნულის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველმა ქეთევან დუმბაძემ, ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ტომაშ პერნიცკიმ და მწერალთა სახლის დირექტორმა ნატალო მოურმა პრესკონფერენცია გამართეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ფესტივალი ქალაქ ბრნოში 2000 წლიდან ტარდება. გასულ წელს კი ღონისძიების მასშტაბები გაიზარდა და ჩეხეთთან ერთად საქართველო, სლოვაკეთი, პოლონეთი და უკრაინა მოიცვა. ფესტივალის ფორმატის მიხედვით ყოველ წელს საპატიო სტუმარი ერთი კონკრეტული ქვეყანა და მისი 31 ავტორია. უკრაინისა და ესპანეთის შემდეგ ფესტივალის ფოკუსში საქართველო მოექცა. 31 დღის განმავლობაში 31 ქართველი ავტორი ეწევა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 4 ქვეყნის 5 ქალაქს, სადაც ლიტერატურული კითხვის საღამოები მოეწყობა. 31 ქართველი ავტორი მიემგზავრება, ივლისში დაიწყება ეს როტაცია. ყოველ დღე გავა თითო ავტორი, წარმოიდგინეთ. ის 5 დღე აქვს უკვე გასულ ავტორს, როცა ის ბრუნდება, აქედან უკვე მეხუთე ავტორი მიდის.
საოცარი ციკლია ჩეხეთის ელჩი აქ არის და მინდა ვთხოვო, რომ იქნებ ჩაფრთონ ამ პროექტში როგორც მასპინძელი ქვეყანა და თქვენ წარმოიდგინეთ სხვა ქვეყნის ავტორები რო ჩამოვლენ საქართველოში, როგორი საინტერესო იქნება. ეს მნიშვნელოვანი ფესტივალი ივლისის თვეში ტარდება. გასულ წელს აღნიშნული ღონისძიება მე-18-ად გაიმართა. ღონისძიების იმიჯი წლიდან წლამდე იზრდება, მასშტაბები კი ფართოვდება. გარდა იმისა, რომ ფესტივალი მიზნად სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურის გაცნობას ისახავს, აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვანია უცხოელი ავტორების ერთმანეთთან დაახლოებისა და ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც. ყველა მონაწილე ქვეყანასა და მწერალს წარმატებებს ვუსურვებთ. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი რეპეტიცია იქნება 2018 წლის ფრანკფურტისთვის, სადაც მოგეხსენებათ ესეთი ძალიან წარმომადგენლობითად ასევე წარდგებით, იმიტომ რომ იქაც საქართველო არის სტუმარი ქვეყანა. ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი თბილისი ოფიციალურად გაიხსნა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია დღეს გამართულ ბრიფინგზე მედიის წარმომადგენლებს საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა მიაწოდა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სხვადასხვა ასაკის ხელოვანებს, მათ შორის ემიგრანტებს. გამარჯვებულებს სპეციალური ჟიური შემდეგ ნომინაციებში გამოავლენს. წლის საუკეთესო პროზაული და პოეტური ნაწარმოებები, წლის საუკეთესო სიმღერა, საუკეთესო ფერწერული ნამუშევარი, საუკეთესო ქანდაკება, წლის საუკეთესო ფოტოხელოვნება და წლის საუკეთესო არქიტექტურული ნაწარმოები. შერჩეულ კანდიდატებს ფულად ჯილდოსთან ერთად მოქანდაკე გია ჯაფარიძის მიერ საგანგებოდ კონკურსისთვის შექმნილი ხოხბის ქანდაკება გადაეცემათ. საკონკურსო ნაწარმოების გაგზავნა მსურველებს 8 სექტემბრამდე შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი თბილისი საკრებულოს ინიციატივით 2015 წლიდან იმართება. ეს კონკურსი აერთიანებს შემოქმედების ბევრ სფეროს. იქნება ეს პოეზია, პროზა, ფერწერა, ქანდაკება, არქიტექტურა, ფოტოხელოვნება. ასევე სპეციალური ნომინაცია არის გათვალისწინებული სკოლის მოსწავლეებისათვის, წლის საუკეთესო ესეი და ასევე ცალკე ნომინაცია არის ჟიურის სპეციალური პრიზი. მნიშვნელოვანი არის, რომ ამ პროცესში ჩართულნი არიან არა მხოლოდ საქართველოში მცხოვრები შემოქმედი კრეატიული ადამიანები, ასევე უცხოეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები. სოფლის მეურნეობის სამინისტროში თხილისა და სხვა კაკლოვანი კულტურების განვითარების მიზნით შექმნილი სათათბირო საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა დარგის განვითარების ხელშეწყობისკენ მიმართული მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს. შეხვედრის მონაწილეებმა წლევანდელი მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებლებსა და თხილის ტექნიკურ რეგლამენტში შეტანილ ცვლილებებზე ისაუბრეს. დიალოგის რეჟიმში ჩვენ უამრავი მნიშვნელოვანი აქტუალური საკითხი დავაყენეთ და განვიხილეთ. საუბარი ქონა ახალ რეგულაციებზე, რომელიც ხარისხის კონტროლს ხელს უწყობს. საუბარი იყო იმაზე, რომ 2018 წლის იანვრიდან მოქმედება წესი, რომლის მიხედვითაც ექსპორტიორ კომპანიებს აუცილებლად ხასპის მოთხოვნები წაეყენება. ძალიან მნიშვნელოვანია მარკეტინგული საკითხებით. საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ქართული თხილის რეპუტაცია საერთაშორისო ბაზარზე უნდა შევქმნათ. ვინაიდან საქართველოში ჯერჯერობით თხილი არის ლიდერი კაკლოვანებში, ამდენად წარმოდგენილი ვიყავით ჩვენ მეთხილეები. საკითხები, რაც დარგს აწუხებს, კიდევ ერთხელ იქნა განხილული. გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, აქამდეც მიღებული იყო, მაგრამ დღესაც ერთ-ერთი გადაწყვეტილებაც აქვე იქნა მიღებული და ეს გაგრძელდება, ექნება მას რეგულარული სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში სტუდენტებს პრაქტიკული მეცადინეობები უტარდებათ. სპეციალობების მიხედვით ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ უახლესი აპარატურით აღჭურვილი ცენტრის მუშაობის სპეციფიკას გაეცნონ და სხვადასხვა ექსპრეს ტესტის წარმოებაში თავადაც ჩაერთონ. სწავლებების დროს სტუდენტები მცენარეთა და ცხოველთა დაავადებების, სურსათის კვლევის მიმართულებით ლაბორატორიის სპეციალისტებისგან ამომწურავ ინფორმაციას იღებენ.
დღევანდელ დღეს ქვეყნისათვის დეფიციტურია ისეთი პროფესიები, როგორც საბუნებისმეტყველო მიმართულებები ვეტერინარიაში, სურსათმცოდნეობასა და ფიტოსანიტარიაში. აქედან ლაბორატორია ცდილობს სხვადასხვა მემორანდუმის ფარგლებში ხელი შეუწყოს სასწავლო დაწესებულებებს, რომ მათმა სტუდენტებმა გაიარონ ჩვენთან პრაქტიკული მეცადინეობები. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გავდივარ პრაქტიკებს სურსათის კვლევის დეპარტამენტში. აქაური ლაბორატორია არის აღჭურვილი უმაღლესი დონის აპარატურით, რაც საშუალებას მაძლევს ჩემი თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გავამყარო, უფრო კარგად შევისწავლო ინსტრუმენტებთან და აპარატურასთან მუშაობ. ჰაერის დაბინძურება დღეს ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემას წარმოადგენს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ჯანმრთელობისთვის ყველაზე დიდ რისკს სწორედ ეკოლოგიური პრობლემა ქმნის. ჰაერის დამაბინძურებლების შესამცირებლად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მეთოდი ხეების დარგვაა, რადგან მათი ფოთლები მავნე ნაწილაკებს შთანთქავენ. თუმცა მასშტაბური გამწვანების განხორციელება ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდება. ამიტომ სპეციალისტებმა მობილური ინსტალაცია ქალაქის ხეების შექმნეს. მოწყობილობა, რომელიც ჰაერში მავნე ნივთიერებებს ანადგურებს, მსოფლიოს დიდ ქალაქებში უკვე გამოჩნდა. ინსტალაცია 4 მეტრის სიმაღლისაა. სიგანეში კი მისი მოცულობა 3 მეტრს შეადგენს. ეკრანზე სხვადასხვა სახის სარეკლამო რგოლი და საჭირო ინფორმაცია ჩნდება. მეცნიერების განმარტებით მოწყობილობას ისეთივე ეკოლოგიური სარგებელი მოაქვს, როგორიც 275 ხეს. ქალაქის ხეები აღჭურვილია უკაბელო ინტერნეტზე მიერთებული სენსორებით, რომლებიც მოცემულ მომენტში ჰაერის მდგომარეობას აფასებენ. სოფლიოში ცნობილი გალერეებისა და მუზეუმების დათვალიერება Google-ის მომხმარებლებს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ. ტექნიკური გიგანტი დაინტერესებულ პირებს განახლებულ ვებგვერდს სთავაზობს. ვირტუალური ტური ეგრეთ წოდებულ Street View-ს ტექნოლოგიას იყენებს და თითოეულ ნამუშევარზე ამომწურავ ინფორმაციას იძლევა. პორტალზე კოლექციონერებს პირადი არქივის განთავსება მაღალი რეზოლუციის ფოტოებით შეუძლიათ. როგორც ცნობილია, Google თავის მომხმარებლებს ხელოვნების ნიმუშების გაცნობას 2011 წლიდან სთავაზობს. სწორედ ამ დროს გახდა შესაძლებელი დიდი მოცულობის მქონე ფოტოების ინტერნეტში განთავსება. ცოტა მოგვიანებით კი Google-ის რუკაზე მუზეუმების აღნიშნული ნიშნებიც გაჩნდა. ნელსონ მეტოსის, Google-ის მთავარი ინჟინრის განცხადებით, პროექტი ლათინური ამერიკის, ინდოეთის, აფრიკისა და სხვა ქვეყნების ბავშვებს შესაძლებლობას მისცემს ორიგინალ ნამუშევრებს მაღალ ხარისხში გაეცნონ და მათ შესახებ საჭირო ინფორმაცია მიიღონ. თუმცა მისივე განმარტებით ვირტუალური ტური მუზეუმის სტუმრობისას მიღებულ ემოციებს ვერასდროს ჩაანაცვლებს.